ამერიკის შეერთებული შტატების 47-მე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 20 იანვარს გამართული ინაუგურაციის შემდეგ თავისი მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა და პრეზიდენტის რანგში პირველ აღმასრულებელ ბრძანებებსაც მოაწერა ხელი. 4 წლის შემდეგ მეორე ვადით პრეზიდენტად არჩეულმა ტრამპმა წინამორბედის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის 78 აღმასრულებელი აქტი გააუქმა. ტრამპის გადაწყვეტილებით შტატები ისევ გადის პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან. დონალდ ტრამპმა ახალი ბრძანებით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ქვეყნის სამხრეთ საზღვარზე, რომელიც მექსიკასთან გადის. შტატების 47-მე პრეზიდენტ ასევე ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო დახმარების ყველა პროგრამის 90 დღით შეჩერებას ითვალისწინებს. უფლებამოსილების პირველ დღეს ტრამპის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს შორისაა. ამერიკის შეერთებულ შტატებში დაბადებულთათვის მოქალაქეობის ავტომატურად მინიჭების გაუქმება, თუმცა მოსალოდნელია, რომ ეს ბრძანება, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციასთან სამართლებრივი დაბრკოლებების წინაშე აღმოჩნდება. ნარკოკარტელების უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოცხადება, ორი ბიოლოგიური სქესის განსაზღვრა და მრავალფეროვნების პროგრამების შეჩერება. ბრძანება ფედერალურ მთავრობისადმი აღადგინოს სიტყვის თავისუფლება და ხელი შეუშალოს ცენზურას. მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის შექმნა, რომელიც არის საკონსულტაციო საბჭო და არაოფიციალური სამთავრობო დეპარტამენტი. მას ილონ მასკი და ვივეკ რამასვამი უხელმძღვანელებენ. TikTok-ის აგრძალვის აღსრულების 75 დღით გადავადება. მექსიკის ყურისთვის ამერიკის ყურის დარქმევა და დენალის მთისთვის ძველი სახელის მაკ-კინლის მთის დაბრუნება. დონალდ ტრამპის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საინაუგურაციო ფიცის დადების შემდეგ მის სიტყვით გამოსვლას ეხმიანება. ტრამპმა კაპიტოლიუმის შენობაში საპრეზიდენტო ფიცის დადების შემდეგ საკუთარი პოლიტიკური პრიორიტეტების შესახებ მკაფიოდ განაცხადა და თქვა, რომ ამერიკაში ოქროს ხანა იწყება. ახალი პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ამერიკის ეკონომიკის განვითარება იყო. ჩემი კაბინეტის ყველა წევრს დავავალებ გამოიყენოს მათ ხელთ არსებული შესაძლებლობები, რათა დავძლოთ რეკორდული ინფლაცია და სწრაფად დავაგდოთ ფასები. ინფლაციის კრიზისი გამოწვეული იყო მასიური ხარჯვი და ენერგიის ფასების ზრდით. სწორედ ამიტომ დღესვე გამოაცხადებ ეროვნულ ენერგეტიკულ საგანგებო მდგომარეობას. ჩვენ ყველგან გავბურღავთ ძვირფასებო, სადაც გასაბურღია. ამერიკა კვლავ იქცევა სამრეწველო სახელმწიფო და ჩვენ გვაქვს ის, რაც სხვა სამრეწველო ქვეყნებს არასდროს ექნებათ. ყველაზე დიდი რაოდენობის ნავთობი და გაზი მსოფლიოში და ჩვენ მას გამოვიყენებთ. ჩვენ დავწევთ ფასებს, ავავსებთ სტრატეგიულ რეზერვებს და გავიტანთ ამერიკულ ენერგიას მთელ მსოფლიოში. ჩვენ კვლავ გავხდებით მდიდარი სახელმწიფო და ამაში ჩვენ დაგვეხმარება მიწის ქვეშ ჩვენი თხევადი ოქრო. დონალდ ტრამპმა შტატების უსაფრთხოებაზეც ისაუბრა და მისი მოგვარების ერთ-ერთ გზად ამერიკაში არალეგალური მიგრაციის დასრულება დაასახელა. Our safety will be restored. არალეგალურად შემოსვლა ამერიკაში დაუყოვნებლივ შეჩერდება და ჩვენ დავიწყებთ მილიონობით კრიმინალი უცხოელის უკან გაბრუნების პროცესს, საიდანაც ისინი ჩამოვიდნენ. ჩვენ აღვადგენთ ჩემს დარჩი მექსიკაში პოლიტიკას, დავასრულებ დაიჭირე და გააბრუნე პრაქტიკას და გავგზავნი ჯარს სამხრეთ საზღვარზე, რათა შეწყდეს ჩვენს ქვეყანაში კატასტროფული შემოსევა. დღეს ხელმოწერილი ბრძანებების თანახმად ნარკოკარტელებს ვაცხადებ უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციებად და 1798 წლის უცხოელი მტრების აქტის საფუძველზე დავავალებ ჩვენს მთავრობას გამოიყენოს ფედერალური და შტატების სამართალდამცავი ორგანოების მთელი ძალა, რათა დავშალოთ ყველა უცხოური ბანდა და კრიმინალური ქსელი, რომელიც საშინელ დანაშაულს ავრცელებს ჩვენს მიწაზე, მათ შორის ქალაქებში და გარეუბნებში. როგორც მთავარსარდალი, ჩემი უმაღლესი პასუხისმგებლობაა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა მტრისგან და შემოსევებისგან და სწორედ ამას გავაკეთებ. ტრამპმა არც მშვიდობისა და ომის თემა დაივიწყა და თქვა, რომ სურს მშვიდობის მომტანი და გამაერთიანებელი იყოს. We will measure our success not only by the battles we win. ჩვენს წარმატებას არ შევაფასებთ მხოლოდ ბრძოლის მოგებით, არამედ იმ ომებითაც, რასაც ავიცილებთ თავიდან. ჩვენ ვიქნებით უპრეცედენტო ქვეყანა სავსე თანაგრძნობით, სიმამაცით და გამორჩეულობით. ჩვენი ძალა შეაჩერებს ყველა ომს და მოუტანს ახალი ერთიანობის სულს სამყაროს, რომელიც სავსეა ბრაზით, ძალადობითა და სირთულეებით. ამერიკა კვლავ იქნება პატივსაცემი და აღმაფრთოვანებელი. ჩემი ყველაზე საამაყო მემკვიდრეობა იქნება ვიყო მშვიდობის მომტანი და გამაერთიანებელი. სწორედ ეს მინდა ვიყო მშვიდობის მყოფელი და გამაერთიანებელი. მოხარული ვარ ვთქვა, რომ გუშინ ერთი დღით ადრე ვიდრე ჩემს თანამდებობას დავიკავებდი, ახლო აღმოსავლეთში მძევლები შინ დაბრუნდნენ. ჩვენ კვლავ ავაშენებთ მსოფლიოს ყველაზე ძლიერ სამხედრო ძალას. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციას ვაშინგტონში კონგრესმენ ჯო უილსონის მიწვევით საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც ესწრებოდა. ზურაბიშვილის თქმით, ის ინაუგურაციაზე საქართველოს მოსახლეობას წარმოადგენდა, რაც ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობისთვის უმნიშვნელოვანესია. ძალიან მოხარული ვარ, რომ შევძელი და დავესწარი დღეს ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაციას. უფრო სწორედ მე კი არ დავესწარი, მე წარმოვადგენდი საქართველოს საზოგადოებას და მთლიანად მოსახლეობას ამ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაზე. მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ საქართველო უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი როგორც ამერიკის დიდი ხნის პარტნიორი, სტრატეგიული პარტნიორი. 30 წელია, რაც ამერიკა საქართველოს ეხმარება თავის სახელმწიფოს მშენებლობაში და ჩვენ ვართ ნამდვილი ორი მეგობარი, რომელიც ასეთი გამოხატულება იყო საჭირო, რომ მე დავესწარი დღეს ამ ღონისძიებას. ეს იყო პირველი დღეები, ვთქვათ ასეთი საზეიმო დღეები, გუშინაც
იყო საინაუგურაციო ერთ-ერთი მეჯლისი და ხვალიდან იწყება უფრო საქმიანი შეხვედრები, რადგან უკვე ინაუგურაციის მერე ყველას აქვს საშუალება უკვე რომ გამართოს შეხვედრები და მეც ვაპირებ რომ ჩავატარო ის შეხვედრები, რაც საჭირო არის იმისთვის, რომ დავაყენოთ ჩვენი ურთიერთობები იმ სწორ საფეხურზე, რაც შეეფერება საქართველოს და ამერიკას. ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ტრამპს პრეზიდენტობა სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებული პოსტის დახმარებით მიულოცა. კობახიძის milოცვას მალევე გამოეხმაურა რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი და თქვა, რომ ივანიშვილის მარიონეტი პრემიერი დონალდ ტრამპის მეგობარი არ არის.